არაბული ქალაქი საქართველოში. უკვე ეჭვია რეპარება არავის, რომ დღეს საქართველოს მართავს აბსოლუტურად ანტიეროვნული ხელისუფალი დაჯგუფება, რომლის ერთადერთ საზრუნავს საკუთარი ძალაუფლების და პირადი ინტერესების დაკმაყოფილება წარმოადგენს. სამწუხაროდ ეს ხალხი ჩვენ სამშობლოს უყურებს საკუთარ პირად ბოსტნად, რომელსაც ისე მოიქცევა, როგორც უნდა, ჩვენ კი უუფლებო ცხოველებად, რომლებიც უსიტყვოდ უნდა გავყვეთ წყემსის ნებისმიერ ახირებას. ამის გამო მოინდომეს დიქტატურის დამყარება. მიიღეს კანონები, რომ ისე ატრიალონ ეს ქვეყანა, როგორც გაეხარდებათ და წინააღმდეგობის გამწევი აღარავინ დარჩეთ. თუ ვინმე ხმას ამოიღებს, ციხეში. ივაჭრონ ამ ქვეყნით, მისი ინტერესებით და მომავლით. კლიენტი სარფიანია არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. ახსოვთ მათი პრეზიდენტ შეიხი რომ ჩამოვიდა და ივანიშვილი რომელიც ყველა დასავლელს უარს ეუბნებოდა შეხვედრაზე პირადად დახვდა, თავი მოუდრიკა და ლამის ხელზე ეამბურა. იქვე გაჩნდა ეჭვი, რამ გააგიჟა ეს კაცი. ახლა ყველაფერი გასაგებია. ის, რასაც უპრეცედენტო ინვესტიციად გვტენიან, სინამდვილეში ფარული კორუფციული გარიგება. 2. დაახლოებით მცხეთის და სიღნაღის ზომის არაბული ქალაქები. აჭარასა და თბილისის სიახლოვეს. სპეციალურად შერჩეული ტერიტორია, უნიკალური ბუნებით და სპეციფიკური ლანდშაფტით. ხრწანიშში არსებული ეს ტერიტორია ისეთ სამოთხეს წარმოადგენდა, რომ 2010 წელს წინა ხელისუფლებამ სპეციალურად ერთ ლარად საპატრიარქოს გადასცა, რომ იქ რაიმე სახის მშენებლობაზე არც კი გაეფიქრებინა ვინმე ოდესმე და სრულად დაცული ყოფილიყო. საპატრიარქომ წლების შემდეგ ეს ქონება გაასხვისა, საბოლოოდ კი ახლა ივანიშვილი მას არაბებს გადასცემს 60,000-იანი ქალაქის სამშენებლოდ. რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის მენეჯერმა კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რეჟიმსა და არაბულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს საიდუმლო სტატუსი მიენიჭა. მერე რა? შენ იქ შიგნით რა მოილაპარაკეს, რა შენი საქმეა, ვინ გიკითხება ის რო აშენდება ხო ნახავ? იმ ფონზე, როცა ქართველები მძიმე სოციალურ თუ პოლიტიკური პირობების გამო ქვეყნიდან გარბიან, ესენი ქართულ მიწებს სავაჭრო დახლებზე აწყობენ და საკუთარი გამდიდრების ფასად აქ აბსოლუტურად უცხო კულტურის, რელიგიის და იდენტობის მასებს ერიკებიან. ამ ამბის ბოლო კი ერთია. კვლავაც დოლარების დასტებით სავსე ჩემოდნებით ჩინოვნიკების სახლებში, ხოლო აქ დარჩენილი ქართველების დიდი ნაწილი სხვების მოჯამაგირედ ან თავით ურნებში. არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა. პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს, ამ პატრიარქმა შეიძლება თქვას, ბრძანოს, ის როგორც თვითონ უყურებს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიარებთ.